მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხზე საუბარი, ეს არის мотиваცია და დისციპლინა. ვისაც უკვე გაქვთ გამოცდილება, ალბათ დააკვირდით ან მივხვდით, რომ мотиваცია დროებითია და ხშირ შემთხვევაში უფრო ცუდ საქმეს გვიკეთებს ხოლმე, ვიდრე კარგს. ეხლა ავხსნი რას გულისხმობ ამაში. როდესაც ხარ ემოციურად ამაღლებულ განწყობაზე და გონია რომ თებს გადადგავ და ყველაფერი შეგიძლია და რეალურად ასეთი შეგრძნება არსებობს, იმიტომ რომ მართლა გჯერავს რომ ასეა, აი იმ მომენტში. და შემდეგ იწყებ რაღაცა საქმეს, იღებ ახალ გადაწყვეტილებას. და გარკვეული პერიოდის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ზოგჯერ რამდენიმე საათშიც კი, შეიძლება ერთ კვირაში კარგავ ამ ამაღლებულ განწყობას და თითქოს ხელიდან გეცლება ის წამოწყება, აღარ გჯერა შენი თავის, აღარ გჯერა საქმის, ყველაფერში ხედავ დაბრკოლებას და იექცევი ესეთ ჩიხში. ასევე, როდესაც აკვირდები ამ საქანელას, ემოციურ საქანელას, შეიძლება ხანდახან დაინახო, რომ ხშირად ასეთი ამაღლებული ემოციური განწყობის შემდეგ, ესეთი მოტივირებული განწყობის შემდეგ, ისეთი ვარდნა გაქვს, რომ ემოციურად თითქოს ხდები გამოფიტული და ამას კიდევ უფრო მეტი დრო ჭირდება, რომ აღდგე. ეს მართლაც ასეა და აქედან არის გამოსავალი. ამიტომ, როდესაც мотиваცია გიჩნდება და იღებ რაღაც გადაწყვეტილებას, უნდა გახსოვდეს, რომ თუ არ გადახვედი ქმედებაზე და დისციპლინირებულად, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად და მუდმივად არ გააგრძელე საქმის კეთება, აი ეს ემოციური ვარდნა აუცილებლად იქნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც мотиваციის შემდეგ დრო დგება, რომ გადავიდეთ თანმიმდევრულ მოქმედებაზე, ამ დროს გონია, რომ ეს საქმე ჩვენი არ არის. და აქაც შენი გონება გატყუებს, იმიტომ რომ ემოცია აღარ გაქვს ისეთი და გონია რომ ალბათ შეცდი და ეს შენი საქმე არ არის. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა, უნდა გვესმოდეს რომ ამ მომენტში უნდა ჩაირთოს, შენ უნდა ჩართო დისციპლინა და მზად უნდა იყო, რომ ახლა უკვე ძალისხმევის გარეშე არაფერი არ გამოგივა. ამიტომ შეიძლება ასეთნაირად წარმოვიდგინოთ, რომ თუ мотиваცია არის ერთგვარი სტარტერი, ბიძგის მიმცემი, ძალა და დისციპლინა არის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია, რომ მიზნამდე მიხვიდე. მოდი ახლა ვნახოთ რა არის დისციპლინა. დისციპლინირებულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი დიდი რატომ. რატომ ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იცი ამ გზას რატომ დაადექი. ანუ იცი რომ ბოლოში რომ მიხვალ და ის რასაც მიიღებ ამ გზაზე, როდესაც მიაღწევ ამ შენს მიზანს, აი ეს ისაა, რაც შენ გჭირდება. ეს ყველას ინდივიდუალური აქ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს არ მოატყუო და ბოლომდე გულწრფელი იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს სოციალური ქსელები, სხვადასხვა მოდა, განწყობები, შენი სამეგობრო წრე ქმნის გარკვეულ მცდარ შეხედულებებს და თითქოს უკვე სტანდარტები არსებობს, როგორი უნდა იყოს შენი მიზანი. მიზანი არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, ის არის შენი, განსხვავებული იქნება და აი მთავარია, რომ აი ეს რატომ იპოვო. როდესაც გაგიჩნდება სიზარმაცე, როდესაც გაგიჩნდება სურვილი, რომ გაჩერდე, ეს რატომ იქნება შენი შუქურა, რომ მიმართულება არ დაკარგო, ეს ვექტორი არ დაკარგო და შენი ნებისყოფით და ძალის გამოყენებით მაინც გააგრძელო შენი გზა. დისციპლინა რომ ჩამოგვეყალიბდეს, ამისთვის გარკვეული პროცესები, გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ. პირველ რიგში, როდესაც დისციპლინირებულად რაღაცას აკეთებ, აღმოაჩენ რომ პირველი დღე იოლია, მეორე დღე რთულია, შემდეგ რაღაც სირთულეებს ხვდები და ფიქრობ ხომ არ გავჩერდე, მაგრამ დისციპლინა არის სწორედ ის, როდესაც შენი ძალისხმევით მაინც აგრძელებ საქმის კეთებას. მაგრამ კარგი ამბავი აქ არის ის, რომ როდესაც დისციპლინირებულად მოქმედებ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს გადადის ჩვევაში. როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩვევა ყალიბდება 21 დღიდან, ალბათ გსმენიათ, მაგრამ 21 დღე საკმარისი არ არის. შეიძლება დაჭირდეს 1 თვე, 2 თვე ან 3 თვე იმისათვის, რომ ჩვევა კარგად ჩამოყალიბდეს. ჩვევის ჩამოყალიბებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, დისციპლინაც ერთგვარი ჩვევაა. ჩვევები ყალიბდება შემდეგნაირად. შენს გონებაში არის გარკვეული ნეირონული გზები, რომელიც ჩვევას აყალიბებს. რაც უფრო მყარია ეს ნეირონული გზები, ნეირონებს შორის რაც უფრო მარტივად გადადის იმპულსი რაღაცა ქმედების წინ, მით უფრო მყარია შენი ჩვევა. მაგალითისთვის, როდესაც დილით ადექი და კბილების გახეხვა არ გეზარება, იმიტომ რომ ეს არის ჩვევა. ანუ ნეირონული კავშირები მყარია. როდესაც დილით ადექი და ეჭვი არ გეპარება, რომ თუ ყავის დალევა გინდა აუცილებლად დალევ, შიში არა გაქვს, ვაიმედე და ტყავარო ვერ დავლია რა მეშველება. ესეც არის ჩვევა. ამიტომ, როდესაც ჩვევა გვეყალიბდება, ჩვენ ასეთი სახით ერთგვარ წინაპირობას ვქმნით ჩვენი ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ცუდი ჩვევები ცუდ ცხოვრებას ქმნის, ნეგატიურს ხო? და კარგი ჩვევები კარგ ცხოვრებას ქმნის. ეხლა ჩვენი ამოცანა არის, რომ ცუდი ჩვევები კარგით ჩავანაცვლოთ, მაგრამ ცუდი ჩვევასთან ჭიდაობას ჯობია, რომ ახალი კარგი ჩვევა შემოიტანო და გააძლიერო ის და ყველაფერი თავისით დაალაგდება.
ამიტომ თუ ისევ დისციპლინას დაუბრუნდებით, დავინახავთ, რომ ყველაზე რთული იქნება ჩვენი პირველი რამოდენიმე კვირა, შემდეგ ეს გამარტივდება, გაიოლდება და ნელ-ნელა გადავა ჩვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც დისციპლინირებულად რაღაცას ვაკეთებ და ჩვენი გონება გვეუბნება, რომ იცი რა, იქნება არ ღირს ამის კეთება, თუ მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიწვალო, ან თავს ძალა დავატანო. უნდა შეახსენოთ ხოლმე საკუთარ თავს, რომ მთელი ცხოვრება ეს არ გაგრძელდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგიმსუბუქდება მარტივად შეძლებ ამის გაკეთებას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ დისციპლინაზე, პიროვნულ განვითარებაზე, რაღაცა მიღწევებზე, ხშირად უნდა გავიხსენოთ ცნობილი სპორტსმენები ან დიადი ადამიანები, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს და ჩვენ ყოველთვის ხედავთ, როგორ მოიგო სპორტსმენმა მატჩი, შექმნა ხელოვანმა რაღაც არაჩვეულებრივი და საუცხოო ნამუშევარი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამის უკან დგას ძალიან დიდი შრომა და შრომა სწორედ დისციპლინასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეს თემა შესაძლოა არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც გარეთ კი აღარ ეძებენ მიზეზებს, რომ მაგალითად არ გამომივიდა იმიტომ, რომ ცუდი ეკონომიკა, არ გამომივიდა იმიტომ, რომ პარტნიორებმა მეღალატეს და ბლა 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 ბლა, უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს და საბოლოო ჯამში თუ დააკვირდები, ეს ყველა მიზეზი შენშია. და მთავარი მამოძრავებელი ძალა არის შენი უნარი, საჭირო დროს, საჭირო მოქმედებაზე გადახვედა. აქ ჩვენ შეგვიძლია ცოტა შევამსუბუქოთ დისციპლინის ჩამოყალიბება და გარკვეულ ლაიფჰაკებს მიმართოთ. პირველი რაც შეიძლება დისციპლინაზე ითქვას, არის ის, რომ როდესაც სიზარმაცე გძლევს და ფიქრობ გავაკეთო თუ არ გავაკეთო, უნდა გახსოვდეს ასეთი რამ. რაც უფრო მეტ დროს მისცემ შენს გონებას, რომ გაანალიზოს პროცესი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ დანებდები. მაგალითად, თუ ჩაფიქრებული გაქვს, რომ დილით უნდა ადგე ადრე, 6 საათზე უნდა გავიღვიძო და ეს არის შენი ჩანაფიქრი, ეს უნდა მოახერხო და გააკეთო. 6 საათზე მაღვიძარა, რომ დაგირეკავს, თუ უმალვე არ ადგები, ეგრევე თუ არ წამოჯექი, თუ არ გადადგი პირველი ნაბიჯი, იმ მომენტიდან შენი გონება ეცდება დაგარწმუნოს, რომ დღეს არა უშავს ხვალიდან გააკეთე. ანუ, რაც უფრო დიდ დროს აძლევ შენს გონებას ანალიზისთვის, მით მეტი ალბათობა, რომ გაჯობებს. შენი გონების, შენი ტვინის ამოცანა არის დაგიცვას, არ შეგიყვანოს რთულ დისკომფორტის მომგვრელ სიტუაციებში, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგაჯეროს, რომ ჯობია ეს არ გააკეთო. ამიტომ დავიმახსოვროთ, რომ ანალიზი უდრის პარალიზს და იმ მომენტში, როდესაც ხვდები, რომ გასაკეთებელი, ad ekide გააკეთე. აქ კიდევ ერთი პატარა ხრიკი დაგეხმარებათ, არსებობს ესეთი ტექნიკა, 5 წამის ტექნიკა, როდესაც იცი, რომ საქმე გასაკეთებელია, ნაბიჯი გადასადგმელია, მაგრამ რაღაცა მაინც არ გიშვებს, გონებაში ითვლი 5-დან უკან. 5, 4, 3, 2, 1 და წავიდა. ეს პატარა ხრიკი, აი ეს უკან დათვლა, ერთგვარ დინებას ნაკადს ქმნის, რის შემდეგაც მარტივად გადადიხარ უფრო მოქმედებაზე. ეს ლაიფჰაკები გამოგადგებათ, ეს ხრიკები გამოგადგებათ მიმდინარე პროცესებში, როდესაც ატყობ, რომ რაღაცა ისე არ არის. კარგი ამბავი ის არის, რომ როდესაც პირველ ნაბიჯს დგავ, მერე თავისით გამოდის. მეორე საკითხი, რაც უნდა ვიცოდეთ დისციპლინის შესახებ, არის ის, რომ კარგია თუ შენ საქმეს აკეთებ. როდესაც დისციპლინაზე ვსაუბრობ, უნდა გვახსოვდეს, რომ არის ორი გზა. ერთი, როდესაც გაქვს შენი დიდი რატომ, მაგრამ მიდიხარ არა შენი გზით. არა შენი გზით ნიშნავს იმას, რომ მთლად მაინც და მაინც არ მოგწონს იმას, რასაც აკეთებ. ან აკეთებ, დისციპლინირებული ხარ, ნებისყოფა გაქვს, მაგრამ ხვდები, რომ ვერ кайფობ, შენი საქმე არ არის. ანუ შენი გზით არ მიდიხარ შენს მიზნამდე. და ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი ძალისხმევა გჭირდება. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ადამიანის ნებისყოფა დიდია, ამ ძალისხმევით ამას გააკეთებ, მიხვალ იქამდე. მაგრამ საკითხი სხვანაირად დგას, რამდენად გსიამოვნებს თვითონ ის პროცესი, სანამ შენს მიზნამდე მიხვალ. და მეორე არის, როდესაც თან იცი რა გინდა გაქვს შენი რატომ და თან აი ამ შენს რატომთან მიდიხარ შენი გზით და ყოველი დღე შენთვის ისეთი გასართობი სასიამოვნო და სახალისოა, როგორც მოგზაურობა. ხშირად მომყავს ეს მაგალითი, როდესაც მეგობრებთან ერთად მიდიხარ ლაშქრობაზე და იცი, რომ სადღაც მთვის წვერზე უნდა ახვიდე და იქ რაღაცა ლამაზი ხედები გელოდება, დაჯდები და თან პიკნიკი იქნება და დროის ტარება, ეს კარგია. მაგრამ თუ დააკვირდები, დაინახავ, რომ გზაში გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას იღებ, ვიდრე იქ, სადაც მისვლას აპირებ. ამიტომ აქაც საუბარი ზუსტად ამაზეა. დისციპლინა კარგია, მის გარეშე შედეგი არ გექნება, მაგრამ გაცილებით უფრო მარტივი და სახალისოა, როდესაც შენი გზით მიდიხარ და თავს ისე გრძნობ, როგორც თევზი წყალში. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როდესაც мотиваცია გეწევა, ეგრევე ნუაყვები, ჯერ დაფიქრდი, ეს მართლა ის არის თუ არა, სადაც გინდა წასვლა. იმიტომ რომ შეიძლება мотиваციამ ისეთ სფეროში, ისეთ გზაზე დაგაყენოს, რაც შენი არ არის და უბრალოდ რაღაცას აყევი, ემოციას აყევი, ცდარ მიზანს აყევი.
და თუ აღმოაჩინე რომ შენია და ამ мотиваციის უკან დგას შენი, რატომ გახსოვდეს რომ შემდეგი ნაბიჯი შენი იქნება დისციპლინირებული მოქმედება. აქ დაგჭირდება ძალისხმევა, შეძლებ თუ გამოიყენებ იმ რჩევებს, რაზეც ამ ვიდეოში გქონდა საუბარი და ყველაფერი გამოგივა. თუ მოგწონთ ასეთი ფორმატის ვიდეოები, დაეხმარებით არხს, თუ დალაიქებთ, გამოიწერთ და გააზიარებთ. ასევე თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, შეგიძლიათ თამამად დაწეროთ კომენტარებში და ყველა კომენტარს ვუპასუხებ. შეხვედრამდე.